გამარჯობა. Როგორც დაგპირდით, დღევანდელ ლაივში ვისაუბრებ პირობით სიყვარულზე. ამ ბოლო დროს ძალიან ბევრი განხილვა შემხედრია უპირობო და პირობით სიყვარულზე და რაღაცნაირად აი ისეთი ჯგუფები სადაც იკვლევენ წყვილის ურთიერთობას, ცოლ-ქმრულ სიყვარულს, გინდაც დედაშვილურ თუ მამაშვილურ სიყვარულს, თუ რაც გნებავთ, ანუ სიყვარულის ცნებას ვინც აკვირდება. ძალიან ბევრგან ხვდება, რომ უპირობო სიყვარული არის ძალიან მაღლა აწეული, რაღაცა საოცრებად დანახული, ის კი არა სიყვარულად ართვლიან თუ უპირობო არ არის. მერე არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ აი მე უპირობოდ მიყვარდა და ამით განიცდიან რაღაც არ ვიცი სიამაყეს თუ ფიქრობენ, რომ სულიერად არიან ამაღლებულები და ასე შემდეგ. რაღაცა მნიშვნელობას გულისხმობენ ადამიანები, როცა ამბობენ სიტყვებს უპირობო სიყვარული. ამ ლაივში მე ვეცდები მეცნიერულად რას ნიშნავს ეს ცნება ის განმარტო. ანუ ფსიქოლოგიაში უპირობო სიყვარული რას ქვია. და მე ვეცდები ჩემი აღქმა გაგიზიაროთ ეს ადამიანები რას გულისხმობენ, როცა საუბრობენ უპირობო სიყვარულზე. და მე ვისაუბრებ პირობით სიყვარულზე. მე მინდა რომ პირობითი სიყვარულის ასე ვთქვათ ლეგიტიმურობა და პირობითი სიყვარულის მნიშვნელოვანება დაგანახოთ. და რაღაცა დაკნინებულია, ეცი პირობითია ეს და ეს არაფერი არ არის, ესე უყურებს ხალხი. ეხლა პირველ რიგში ვიტყვი, ან ფსიქოლოგიაში უპირობო სიყვარული მეორენაირი ტერმინით არის კიდე ცნობილი, ქვია დედობრივი სიყვარული და რას ნიშნავს? რომ დედის ინსტინქტი მაღალია და მას თავისი შვილი უყვარს ასეთიც და ისეთიც, ანუ მის თვისებებს იმდენად არ უყურებს და უფრო მეტად უყურებს იმას, რომ მისი შვილია. და ამას ეძახიან ფსიქოლოგიაში უპირობო სიყვარულს, ანუ დედობრივ სიყვარულს. ეხლა უფრო უპირობოს იყენებენ, ადრე უფრო დედობრივს იყენებდნენ როგორც ტერმინს. ეხლა არის ამაში რა თქმა უნდა დიდი აზრი, კი დედობრივი სიყვარული ალბათ ყველაზე მძაფრი და ყველაზე მაღალი ფორმა არის სიყვარულის, იმ გაგებით, რომ ძალიან დაკავშირებულია ინსტინქტთან და ცხოველთა სამყაროშიც ხედავთ. არ ვიცი თუ გინახავთ პატარა ჩიტიროზის მინდორში, რომელსაც ხნავენ და დიდი ტრაქტორი მიადგება და ეს პატარა ჩიტი ესე ფრთებ გაშლილი ზის და კვერცხებს იცავს და არ ატარებს ამ ტრაქტორს. საოცარი ვიდეოა. ნამდვილად არის აქ უდიდესი სიყვარულის გამოვლინება და აი ეს არის ზუსტად მეცნიერული ტერმინით, რომ შევხედოთ უპირობო სიყვარულის დეფინიცია ფსიქოლოგიაში. თუმცა, თუ რეალისტები ვიქნებით და რეალური თვალით შევხედავთ, ყველაზე ახლოს ეს არის ალბათ ამ ცნებითად უპირობო სიყვარულთან, მაგრამ მაინც არ არის უპირობო. იმიტომ რომ დედას აქვს ერთი მნიშვნელოვანი პირობა, როცა თავის შვილი უყვარს, რომ ეს შვილი არის მისი. რა თქმა უნდა, დედობრივი ინსტინქტი სხვა ბავშვებზეც ვრცელდება ხოლმე, ამის არაერთი მაგალითი არსებობს დედამიწის ზურგზე, მაგრამ მაინც თავარი პირობა, რაც დედას აქვს, როცა შვილი უყვარს, არის, რომ ეს არის მისი შვილი. ანუ ერთი პირობაა, მაგრამ მაინც არის. ამიტომაც ბუნებაში მე არ ვხედავ, რომ რაღაცა ჭეშმარიტი სახით და ამ სიტყვის აბსოლუტური გაგებით და არც არის საჭირო, რომ არსებობდეს, რაიმე სიყვარული არსებობს უპირობოდ. პირობა ყოველთვის მოცემულია, თუმცა ნუ ახლა რომანტიზირებულია ხოლმე რაღაცეები და ისე ჩანს, რომ თითქოს უპირობოა. ეს ერთი მხარე. ეხლა საკითხავია, რომ ეს ხალხი, რომელიც უპირობო სიყვარულს დაეძებს ქალვაჟურ ურთიერთობებში, ან პირად ურთიერთობებში, რომელიც არ ვიცი, ნუ ახლა დღეს ბევრნაირი ურთიერთობები არსებობს, ხო? პირადული, არა მხოლოდ ქალვაჟური. აქ არის მიდის ქადაგება და პედალირება, რომ აი უპირობო თუ არის, მაშინ არის მაგარი. დანარჩენ შემთხვევაში პირობითი თუა ეს დაბიო ფორმა არის, ცხოველურია, რაღაცა მდარეა და ესე აკნინებენ პირობით სიყვარულს ხოლმე და ის ხალხი, ვისაც მიაჩნია, რომ უპირობო სიყვარული განიცადა ან განიცდის, ძალიან ესე ამაყად საუბრობენ ამაზე, რომ უპირობოა ღმერთო და მეც ვყავს წრეში მეგობრები, რომლებიც არიან ამ უპირობო სიყვარულის ცნების, ასე ვთქვათ, აქტიური მიმდევრები და ერთი შეხედვით ახლა მე რო წმინდად ლოგიკიდან მიუდგე, ორ წამში შემიძლია ნებისმიერ ესეთ ადამიანს დავანახო, რომ აბსოლუტურად არაზუსტი ხედვა აქვს. აი თუ ქალვას შორის არის მაგალითად სიყვარული და ვინმე იჩემებს, რომ ეს უპირობოა, მოდი შეხედეთ სულ მინიმუმ იმას, რომ სქესი უკვე პირობაა.
ან ასაკი არის პირობა, ან რაღაცა თვისებები, რითიც ეს ადამიანი მოგეწონა და შეგიყვარდა, ეს უკვე პირობა არის. საკუთარი თავის მიმართაც არის პირობები, არა მხოლოდ გარეთ, ხო, ეს ელემენტარულია. ანუ თუ ეს ადამიანი რაიმეს მოიმოქმედებს ისეთს, რომელიც შენთვის მიუღებელია, ის მერე კარგავს ხო ამ სტატუსს, შენი მეწყვილის და შენი წყვილის. და შესაბამისად, ეს ვერ იქნება უპირობო. უკვე ჩანს ძალიან ბევრი პირობა. მაგრამ მეორე მხრივ, არის ხალხი, ვინც ძალიან რადიკალურად აწვება, რომ მე თუ ადამიანი შემიყვარდა, მთელი ცხოვრება მეყვარება, სულ ერთი არა იქნება. არ ვიცი, ტალახში რო ჩაწვეს და სუნი რო აუვიდეს, მაინც მეყვარება და ამიტომაც მიყვარს ის მეუპირობოთ, ასეთ რამეს აწვევიან, საკმაოდ რადიკალურად ზდიან საზღვარს, რომ აი რა შემთხვევაში მაინც ეყვარებათ. და ძალიან ლამაზი ფიქრებია და საინტერესო ფანტაზიებია, თუმცა საეჭვოა, ძალიან საეჭვოა, რომ ეს ისე მოხდეს. ჯერ სულ მინიმუმ, იმიტომ რომ მომავლის ესე განჭვრეტა ადამიანს არ შეუძლია. ეხლა რაც შეეხება პირობითობას უკვე პირობითი სიყვარულის სილამაზეს და ვეცდები რომ აღვადგინო მისი დაკნინებული სახე რაღაცნაირად, რომ აი პირობითი და ვაი და ცხოველური და მდარე, ესეთი საუბარი რომ მიმდინარეობს ხოლმე. პირობით სიყვარულსაც აქვს ფსიქოლოგიაში მეორენაირი სახელი, რომელიც დღეს თითქმის აღარ გამოიყენება, მაგრამ ასე დაიწყო და მას ქვია მამობრივი სიყვარული. თქვენ წარმოიდგინეთ. ხო და ეს მამობრივი სიყვარული როგორია ახლა ფსიქოლოგიაში, რომ მამას შვილი უყვარს, იმიტომ რომ და მერე არის, რომ აი შვილი ასე იქცევა, ასეთია, არ ვიცი ჩემპიონია, არ ვიცი ჭკვიანია, არ ვიცი კეთილია, რაღაცა პირობები არის წაყენებული, თან საკმაოდ მკვეთრი და მკაფიო და ამ შემთხვევაში მამას უყვარს შვილი. და იქაც რა თქმა უნდა არის ამოსავალი წერტილი, რომ მისია ეს შვილი. ეს პირობა ყველგან არის, დედობრივშიც არის, მამობრივშიც, მაგას ვერ გაექცევი რა. ხო, ეხლა რაც შეეხება უკვე ისევ წყვილის ურთიერთობაში პირობით სიყვარულს და რა ხდება აქ. რის თქმა უნდა ამ ხალხს, რომელიც ასე მკაფიოდ აწვევიან, რომ უპირობო და უპირობო. მართლა არის რაღაც განსხვავება, იცით, იმ ხალხს შორის, ვინც უპირობოს აწვება სიტყვიერად და იმას შორის, ვინც პირობით აწვება სიტყვიერად. და ეხლა რა განსხვავება არის? რა იგულისხმება აქ? ჩემი დაკვირვებით, რა თქმა უნდა, მე თავს ვერ დავდებ, რომ ეს ასეა, მაგრამ მე ასე დავაკვირდი და გიზიარებთ ჩემს დაკვირვებას. როცა რაიმე მეცნიერულს ვამბობ, ასე ვამბობ ხოლმე, რომ აი მეცნიერული დასკვნა, ან ფსიქოლოგიაში ასეა და ეხლა ჩემსაც გეტყვით. მე ვფიქრობ, რომ არსებობს ორი კატეგორიის პირობითი სიყვარული. უხეშად რო დავყოთ, რა თქმა უნდა, ბევრად მეტია, მაგრამ წარმოვიდგინოთ, რომ ესეა. და გააჩნია პირობებს. რა პირობებზე არის საუბარი? იმიტომ რომ ადამიანში არსებობს ავთენტური მე, ანუ მე, რომელიც ბუნებით ჩასახულია მასში და ასე დაიბადა და ასეთია. კი, მე გამოცდილების მიხედვით ის რაღაცებს იძენს, კარგავს, ხვეწს, ან პირიქით უხეშდება რაღაც ნაწილები, მაგრამ ის რაღაცა პრინციპულად ძირითადი მე არის, რომელიც აი ძირში ვერ შეიცვლება რა. ასეთი პლასტელინი არ არის ადამიანი. ხო, რაღაცა ძალიან კონსტანტური, ავთენტური მე დაყვება, რითიც დაიბადა. რაღაცა ახალი ინფორმაცია შემოვიდა სამყაროში ამ ადამიანის დაბადებით, რომელიც არც იქამდე იყო და არც მერე არ იქნება. უნიკალური მეა, ხო? და ამ მეს აქვს თავის გამოვლინებები და ასევე ვიცით ჩვენ, ყველა ფსიქოლოგიურ სკოლაში არის ეს, რომ აქვს ადამიანს მეორადი შეძენილი მე. ეგრეთ წოდებული ნიღაბი, გნებავთ ეგო დაარქვით, გნებავთ როლი დაარქვით, ბევრნაირად ხედავს სხვადასხვა სკოლები ამ მეს, მაგრამ ისიც არსებობს. და ეს მე უკვე შედგება სოციალური მე არის და სოციუმისგან თავს მოხვეული რაღაცა სახეხატებისგან, რომ აი როგორი უნდა იყოს. ან რა როლი უნდა ითამაშოს. აი მე მაგალითად ძალიან ესე იგი აქტიურად მაქვს ახლა სოციალურად მოხვეული თავს ეს ეგომდგომარეობა, რომ მე ვარ ფსიქოლოგი. ანუ გამუდმებით, არ ვიცი, ადამიანს დამეგობრება უნდა ჩემთან, რაიმე კონტაქტი უნდა, საქმე აქვს თუ რა აქვს, ფსიქოლოგი ხარ, აი ამას პირველად აი ამას ამაფარებენ ხოლმე და ძალიან ვცდილობ, რომ ამ ეგომდგომარეობაში არ ვიყო გაჭედილი, იმიტომ რომ რა თქმა უნდა არ ვარ ფსიქოლოგი იმ გაგებით, რომ ეს როლი ჩემ პიროვნებას დეფინირებდეს არანაირად. მე შეიძლება არ ვიცი, 1 წლის მერე საერთოდ გავანებო თავი ამ სფეროს. რა იცი, აბა მე ვარ, რომელიც ჩემი ერთ-ერთი როლი, კი ბატონო, ესეც არის, მაგრამ ეს არ არის მეს გარემომცველი, ასე ვთქვათ რა.
და ეხლა ესეთი როლები ხა ფსიქოლოგს არ აუშავს, ნორმალური როლია. ერთ-ერთ არქეტიპთან არის ახლოს და აბსოლუტურად ისეთია რა, ავთენტურ მესთან არ არის კონფლიქტში. ყოველ შემთხვევაში ამ წუთში არ ვარ ჩემ ავთენტურ მესთან კონფლიქტში, იმით რომ ფსიქოთერაპევტი ვარ. შეიძლება ვიყო ერთ დღეს, ამას ვერ გაიგებ, მაგრამ ამ წუთში არ ვარ. და არის რაღაცა სოციალური როლები თავსმოხვეული, რომელიც ავთენტურ მესთან არის ხოლმე კონფლიქტში. დიდ კონფლიქტში შეიძლება რომ იყოს. აი მაგალითად, როგორ უნდა ეცვას ქალს, ეს არის კლასიკა. რაც უფრო რეგიონებში მივდივართ, უფრო მკაცრი წესებია როგორ უნდა ეცვას, რაღაც რელიგიური ისინიც არსებობს, მუსულმანური, ესე უნდა ეცვას, ისე უნდა ეცვას. და ეხლა წარმოიდგინეთ, არ ვიცი, რამდენი მილიონია ხო ირანში და ყველა ქალს ერთნაირად უნდა ეცვას. და ეხლა ჩვენ სკოლებშიც აპირებენ ამას, რომ ყველა ბავშვს ერთნაირად უნდა ეცვას. ეს გარედან თავსმოხვეული როლია, რომ როგორ უნდა ეცვას ამ ხალხს. და რა თქმა უნდა, ეს ახლა პატარა რაღაცაა, დიდი თითქოს არაფერია, მაგრამ აქედან იწყება, ხო? რომ უნიკალობა და ინდივიდუალობა უნდათ რომ ჩაახშოს. სოციუმს საერთოდ ეს აქვს მიზნად. რაც უფრო ძლიერია სოციუმი, მით ნაკლებია ინდივიდუალიზმი და ყველა ერთნაირია. და აი ეს ჩახშობა მიდის ამით, ესე უნდა ეცვას, ისე უნდა ეცვას და არის ახლა ვიღაცა იქნება, ვისაც სიამოვნებს ეგრე ჩაცმა, დარწმუნებული ვარ. ეგეც ძალადობაა, რომ ადამიანს აუკრძალო გიდა, იმის მოხვევა, თავშალის და ასე შემდეგ, ხო? სოციუმი საერთოდ რაღაც დონეზე ეძალადება ადამიანს აუცილებლად. ზოგს სიამოვნებს ესე ჩაცმა და აცვია, მაგრამ შეუძლებელია, რომ 100-დან 100 უნდოდეს ეს. აი ასე მტკიცდება ხოლმე, რომ მიმდინარეობს ძალადობა სოციალურად. თუ სოციალურად 1000 კაციდან 999-ს რაღაცა მოწონს, უკვე ჩანს, რომ აქ ავთენტობაზე ლაპარაკი ზედმეტია. იმიტომ რომ ადამიანი ბუნებრივად და ავთენტურად ასეთი არ არის. რომ ყველას ერთი და იგივე რაღაც მოწონდეს. ასევე მაგალითად ჰიტლერის გერმანიაში ყველა რო ერთ აზრზე იყო, 100-დან 99 ადამიანი რო ერთ აზრზე იყო, აქ ჩანდა ზუსტად, რომ რაღაცა ძალადობა მიდის, რაღაცა ზომბირება მიდის ფსიქიკაზე. იმიტომ რომ ეს მრავალფეროვნება და მრავალსახოვნება თვითონ ბუნებაში არის. ჩიტები არ არიან ორი ერთნაირი ჩიტი, ხო? ორი ერთნაირი ბუმბულის მქონე ჩიტს ვერ ნახავ. ეხლა წარმოიდგინე ადამიანი რო იქნება ესე. ხო? და საით მიმყავს ახლა რა შუაშია პირობით სიყვარულთან ეს ყველაფერი. არსებობს პირობები, რომელსაც აგენერირებს ჩვენი თავსმოხვეული, გნებავთ როლი, გნებავთ ნიღაბი, გნებავთ ეგო. და ამ პირობებს აგენერირებს ურთიერთობაში. ესეთი, ასე ვთქვათ, არაავთენტური პირობები ურთიერთობაში და ესეთი პირობითი სიყვარული, არაავთენტური მედან გენერირებული მოთხოვნებით ძალიან მართლაც მძიმეა და ტოქსიკურია. და უსიამოვნოა და ავთენტურ მესთან კონფლიქტში მომყვანია და მოკეთ კარგის არაფრის თქმა არ შემიძლია. აქ არ არის სპონტანურობა, აქ არ არის კონტაქტი, აქ ანუ რაღაც ბუტაფორიაა შექმნილი. აი მაგალითად Facebook-ზე როგორი ფოტო უნდა გვედოს. ესეთი და ესეთი უნდა გვედოს, ან ეს უნდა ეწეროს ამ ფოტოებზე, ან ის უნდა ეწეროს. დაბადების დღეზე ესეთი და ესეთი საჩუქარი უნდა იყოს, ამა და ამ ფასიანი უნდა იყოს. მეზობელმა ესე და ესე უნდა დაინახოს, რომ მე საჩუქარი მაჩუქეს და ასე შემდეგ. ანუ ხო ხვდებით რა პირობებზე მაქვს საუბარი, რა ესენი ბევრია ხოლმე, საკმაოდ ბევრი. ალბათ წყვილი არ დადის, რომელთანაც ესეთი პირობები ეგომდგომარეობიდან წამოსული საერთოდ არ არის, იქნება. იმიტომ რომ აქ ცხოვრობთ, რავი, სოციალურ ატმოსფეროში ცხოვრობთ. მაგრამ კარგია, როცა ესენი ცნობიერდება და წვილის ურთიერთობაში თავდასხმის შეღწევას ვერ აკეთებს ეს. ანუ რას გულისხმობ? რომ მაგალითად როცა ერთ-ერთზე რჩებიან, იქაც ესენი არ მოქმედებდეს ეს წესები. ასაგებია, რომ შეიძლება არ ვიცი, ვიღაცა მეზობლის ქორწილში თუ წავიდა წვილი, იქ რაღაც წესები მოქმედებს და შეიძლება დროებით დაემორჩილონ, რომ აი ხალხი რა სიტყვის, როგორ შეხედავენ, ეს პირობა ისეა, ეს პირობა ასე ამ ყველაფერს, მაგრამ ერთ-ერთზე რო დარჩნენ, ისევ ამ პირობებით არ იფუნქციონირონ. ჩვენი საპატრიარქო ირანზე ნაკლები გგონია? არ მგონია ჩვენი საპატრიარქო ირანზე ნაკლები არა. აბსოლუტურად არ მგონია. ეს ერთი მხარე. პირობითი სიყვარულის, ასე ვთქვათ, თუ ამას სიყვარული შეიძლება საერთოდ ეწოდოს. აქ კიდე არის რაღაც არ ვიცი, კაცი როგორი უნდა იყოს, ქალი როგორი უნდა იყოს, კაცმა რა უნდა გააკეთოს, ქალმა რა უნდა გააკეთოს. და ეს ყველაფერი რეცეპტებივით არის ჩამოწერილი და არ ვიცი, აი მაგალითად ხო შეიძლება იყოს კაცი, რომელსაც მოწონს, არ ვიცი, კერვა. აი შეიძლება რომ მოწონდეს კაცს კერვა, ხო? მაგრამ ესეთ კაცს სოციალურ და ეგო მდგომარეობით პირობითობებში
თუ ქალმა დაინახა რომ მისი შეყვარებული კერავს შეიძლება მის თვალში დაკნინდეს რომ აუ ეს რანაირი კაცი მიყვარს ნახე კერავს და აი აქ არის ზუსტად შემოჭრილი ის ეგოსგან წამოსული პირობითობები რომელიც ამ წყვილს ახლა ხელს უშლის რომ კონტაქტში დარჩნენ ერთმანეთთან იმიტომ რომ ქალის თვალში ეს კნინდება რომ კერავს და არ ვიცი როგორც წესი შეიძლება მას კერვა უნდა მაგრამ არ შეკერავს არასოდეს არაფერს იმიტომ რომ ზუსტად იცის რა მოხდება მერე ეს ერთი მხარეა და ეხლა უკვე ჯანსაღ პირობებზე რო ვისაუბროთ რა იმიტომ რომ ამ ჯანსაღ პირობებსაც გაურბიან ადამიანები ეწინააღმდეგებიან ხოლმე ჯანსაღ პირობითობას ურთიერთობაში და მერე თუ ვინმეს ეს ჯანსაღი პირობითობა გააჩნია და უნდა ურთიერთობაში და გამოხატავს ხო მიდის ხოლმე რომ აი შენ სუნდაბალო არსება შენ რაღაც უპირობოდ არ გიყვარო და უპირობო სიყვარული არ შეგიძლია და რაღაცნაირად აი გაკრიტიკება მიდის ხოლმე რა ქალებისაც კაცებისაც და ეხლა ჯანსაღი პირობების კატეგორიას გადავხედოთ რა იცით რა ადვილია ამის განსაზღვრა აი ეს ავთენტური და უნიკალური მე რომელიც არსებობს კი უნიკალურია კი ავთენტურია თუმცა სადღაც სიღრმეში ჩვენ გავართ ერთმანეთს აი მაგალითად ყველას გვშია, ყველას გვწყურია, ყველას გვიხარია, ყველას გვწყინს. ადამიანი რო გარდაიცვლება, ჩვენთვის ძვირფასი ვგლოვობთ. რო დაიბადება ჩვენთვის ესე იგი ახლობელი ადამიანი გვიხარია და ასე შემდეგ. ანუ ეს ზოგადად საკაცობრიოა, სადაც გინდა წადი, აფრიკაში წახვალ, ჩინეთში თუ ამერიკაში, რაღაცა ჩვენ ყველას გვაერთიანებს, იმიტომ რომ საერთო ჯამში ეხლა თან მხაგავად გიტასაც ვკირკიტებ და ერთია რა ეს ყველაფერი. ადრეც ყოველთვის ქონდა ეგ განცდა რომ ერთიანია სიცოცხლე. არა მხოლოდ ადამიანებს შორის, ისედაც ცხოველები, მცენარე ყველაფერი ერთია. ერთი საწყისიდან ამოსული სიცოცხლეა, მაგრამ აი საწყისი ძალიან მსგავსია. მერე რა თქმა უნდა არის უნიკალობები, აი მაგალითად ყველას გვშია, მაგრამ ვიღაცას ტკბილი უყვარს, ვიღაცას მარილიანი, ვიღაცა ჭამს, არ ვიცი, მას რძის პროდუქტს, ვიღაცა არ ჭამს და ასე შემდეგ. ეს სხვა ამბავია, შიფშილით ყველას შია, ხო? და ასევე წყვილში არის ხოლმე ჯანსაღი პირობითი სიყვარულის დროს ასეთივე ავთენტური პირობები. აი მაგალითად და ეხლა რატო არის ეს ახლა ძალიან მნიშვნელოვანი, რასაც ვიტყვი. თუ ამ ჯანსაღ პირობებში ადამიანები ცდებიან ერთმანეთს და აცდენაა, იქ არაფერი არ გამოვა. ანუ ჩვენ რაღაცნაირად უნდა ვაღიაროთ, რომ ზოგჯერ გვაქვს სულიერი კავშირი, ფიზიკური კავშირი, მიზიდულობა და ასე შემდეგ, მაგრამ თუ აი ამ პირობით სამყაროში, ფუნდამენტში ჩვენი პირობები ერთმანეთს ვერ ხვდება, გამოვა საკმაოდ ტოქსიკური კონტაქტი. და ეხლა რას გულისხმობ მე? მოდი ჯერ კომენტარს წავიკითხავ. ჩემი დაკვირვებით უპირობო სიყვარულის მიმდევრები არიან ისინი, ვისაც შიში აქვთ, რომ თავიანთი არასრულყოფილებების გამო უარყოფილნი იქნებიან. ამიტომ თავს იზღვევენ და სხვებს აძლევენ გადაცდომების ფართო დიაპაზონს, რომ თავადაც იგივე მიიღონ. სინამდვილეში ისინი ვერ არიან ამის შემსრულებლები, რადგან სადღაც დაირღვევა მათთვის არ გაცნობიერებული პირობა და სიყვარულის ობიექტს ზურგში აქცევენ. კი ბატონო, რა თქმა უნდა. ეს ასეა. ოღონდ მე აუცილებლად იტყვიან, რომ ის კი არ არის მიზეზი, რის გამოც მართლა შეაქციეს ზურგი. რაიმე რაციონალურ და ლოგიკურ ახსნას მოძებნიან, რომ არა მე კი უპირობოდ მიყვარდა, მაგრამ და იქნება ძალიან ბევრი ახსნა განმარტებები, რატო შეაქცია ზურგი და გულწრფელობამდე ვერ გავა ადამიანი. თუ ძალიან არის მობღაუჭებული ამ უპირობო სიყვარულის იდეას. იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამის მტკიცება შეიძლება ხო გახსოვთ სუფისტებთან არის, ბოდიში სოფისტებთან, რომ ერთი ქათამი შეუძლიათ დაამტკიცონ, რომ 10-ია. და მაგაზე ძმებ-გრიმებთან არის ძალიან საყვარელი ის, რომ ის დანარჩენი 9 შენ შეჭამეო და ამერც მე შევჭამო. აი ეგ არის რეალობა. ხო. ეხლა მე რასაც ვამბობდი, ანუ ჯანსაღი პირობები. აი წარმოვიდგინოთ, რომ არის წყვილი და ერთ-ერთს უნდა რომ შვილი ყავდეს და მეორეს არ უნდა. ძალიან დიდი ფუნდამენტური აცდენა არის, ხო? და ორივე პირობა არის ჯანსაღი. ამას უნდა, იმას არ უნდა. კაცია და გუნება, ხო? და აი ამ ხელა პირობაში თუ არის კონფლიქტი და ეს პირობა არ არის თავსმოხვეული. იმას არ ვიძახი ხა რომ აიძულებენ რომ შვილი უნდა გააჩინოს და რაღაც არ ვიცი ოჯახის წევრები ნათესავი ეგ სხვა ამბავია. მაგრამ პიროვნულად თვითონ ადამიანები არიან ვისაც უნდა შვილის გაჩენა და ყოლა და არიან ვისაც არ უნდა. თუ წყვილი არის რომელთანაც ეს პირობა აცდენაშია, რა თქმა უნდა შეიძლება დროთა განმავლობაში რაიმე შეთანხმებამდე ვინმე მივიდეს, ან შეიცვალოს, ადამიანები სულ იცვლებიან, მაგრამ ხანგრძლივ დროში თუ ეს ესე დარჩა,
და გამოიყვა რომ ცვლად აქ არ მიმდინარეობს, ეს დიდი აცდენაა და რანაირადაც არ უნდა ეწყობოდნენ სხვა მხრივ და რაც არ უნდა ბჭყალებში უპირობოდ უყვარდეთ ერთმანეთი. ამ უპირობობაში ადამიანები გულისხმობენ უბრალოდ ჯანსაღ პირობებს რა. აი, იმას კი არა რომ რაღაც არ ვიცი, თაგად ადგას ვინმე მამას არა, მაგრამ აიმეებს უპასუხოს რა, რომ ვიღაცას შია, ვიღაცას წყურია. ამაზე პასუხის მიცემა, ანუ რაც წყვილს ერთმანეთისთვის შეუძლია რომ გასცეს, აი ამაზე პასუხის მიცემა არის ჯანსაღი პირობა. და ეს შვილის მაგალითად ერთ-ერთი ფუნდამენტი არის. კიდე არის ფუნდამენტური ვითარებები, მაგალითად ლიბიდოს განსხვავება. არის წვილი, სადაც ერთ-ერთს აქვს უფრო მაღალი ლიბიდო, მეორეს უფრო საშუალო ლიბიდო, რა თქმა უნდა მოლაპარაკებით და კრეატიული გამოსავლით რაღაცის პოვნა შეიძლება, თუმცა ზოგჯერ ძალიან დიდი აცდენა არის. თუ ესეთია აცდენა, რომ ერთ მხარეს აქვს პირობითად სექსუალური მოთხოვნილება, არ ვიცი, კვირაში 3-ჯერ და მეორეს აქვს თვეში ერთხელ, დიდი აცდენა არის და ეს ფუნდამენტური განსხვავებაა. საერთოდ ადამიანი ძალიან კრეატიული არსებაა და ყველაფერში შეიძლება კრეატიული გამოსავლის მონახვა, თუ ორივე მხარეს აქვს სურვილი. მაგრამ რაღაცები არის მართლა, რომელიც დიდი აცდენაა. ეხლა სხვა ჯანსაღი პირობები რა შეიძლება რომ იყოს ადამიანებს შორის, რომელიც არ მოდის სოციალური ზეწოლიდან. ეს ჯანსაღი პირობები შეიძლება იყოს ერთმანეთის მიმართ ზრუნვის, ყურადღების, გულახდილობის გამოვლენა. შეიძლება იყოს რაღაც საიდუმლოების გაზიარება, სირთულის დროს მხარდაჭერა. ეს აბსოლუტურად ყველა ადამიანის ფუნდამენტური მოთხოვნილებებია, ეხლა რასაც მე ვამბობ. და თუ ეხლა ადამიანი ამბობს, რომ იცი რა, მე ასეთი ვარ და უპირობოდ შემიყვარე და შენ რო პირობითად ჩემი დახმარება გჭირდება, თავში ქვაიხალე მაგ დროს. მე ასეთი ვარ, მე არ ვაპირებ შენს დახმარებას და შენ გვერდში დგომას, ხო? და რაც გინდა ისქენი. სხვა ყველაფერზე გენაცვალოს ჩემი თავი, გართობა თუ გინდა აქ ავარ, ხიარულება თუ გინდა აქ ავარ, მაგრამ სირთულის დროს აქ არა ვარ და მე ასეთი ვარ, ხო? აი ეს არის არაჯანსაღი მოთხოვნა და ფსევდოუპირობობა, რომელიც რეალურად არის ნევროზი, პირდაპირ გითხრათ. რა კარგია ამ თემაზე რომ საუბრობ, საწავიდა, ხო? პირველი წინაპირობა ხომ ისაა, რა მოიაზრება სიყვარულის ფენომენში. რა თქმა უნდა, 1000 რამე შეიძლება მოიაზრებოდეს და 1000-ნაირი განლაგება შეიძლება რომ იყოს სასიყვარულო ურთიერთობაში, მეგობრულშიც, ოჯახის ურთიერთობებში, ყველგან აბსოლუტურად. და ეხლა კიდე ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია რა აქ. ადამიანებს რაღაცნაირად ახასიათებთ, ეს ნევროტულია, რომ სიტუაციების გაყინვა წარმოიდგინონ. რომ აი მაგალითად დღეს რომ ჩვენ შევთანხმდით, რომ არ ვიცი, თეფშს მე ვრეცხავ და ჭიქას შენ რეცხავ, ეს გონიათ, რომ ეს შეთანხმება მთელი ცხოვრება გაგრძელდება. მაგრამ შეიძლება ერთი წლის მერე ან ერთი თვის მერე მე აღარ მინდა თეფშის გარეცხვა და ჭიქის გარეცხვა მინდა, ან საერთოდ არ მინდა გარეცხვა. ანუ ეს ჯანსაღი პირობები, რასაც ჩვენ ერთმანეთს უყენებთ და ვპასუხობთ, ხო, ურთიერთობაში, იცვლება. და ამიტომაც ძალიან დასახვეწია ხოლმე ეგრეთ წოდებული კონტრაქტის უნარები. კონტრაქტის გაფორმება, აქ საუბარი არ არის ქაღალდზე რაღაცების დაწერაზე. კონტრაქტი ყველა ურთიერთობაში ფორმდება აბსოლუტურად, მეგობრული, ამხანაგური, მასწავლებლის და მოსწავლის, მოძღვარის და მრევლის, დედის და შვილის და ეს კონტრაქტი არ არის კონსტანტური და მთელი ცხოვრების, ასე ვთქვათ, განმაპირობებელი და ის მოძრაობს და იცვლება. იმის მიხედვით, როგორც ცოცხალი ორგანიზმი მოძრაობს და იცვლება, ერთ წერტილში არ არის გაყინული და რაღაცნაირად არის ხოლმე, აი პირობით სიყვარულზე როცა ვსაუბრობ, პირობითი სიყვარული ამის თავისუფლებასაც იძლევა, რომ პირობები გადაიხედოს, რაღაცა პრიორიტეტები შეიცვალა, რაღაც სურვილები შეიცვალა, ვიღაცამ პროგრესი გააკეთა ურთიერთობაში, რა ვიცი, 1000 რამ შეიძლება იყოს. და როცა უპირობობის, არ ვიცი, ჩაფხუტი აქვს დახურებული ადამიანს, ხო? იმას როგორ გითხრა, რა მოლაპარაკებაზეა საუბარი, ერთი და იგივე კონსტანტური იდეა ფიქსი აქვს. და ესე უნდა იყოს და მორჩა ისე არის. და ვერაფერი იქ ვერ შეიცვლება, ან დაკეტილი სივრცეა ნახეთ. ამიტომაც აქაც ჯანსაღ შუალედზეა ფაქტიურად საუბარი, ხო? უპირობო ფსევდოსიყვარული არის რაღაცა ნევროტული მდგომარეობა, სადაც ერთი და იგივე რაღაც უნდა ტრიალებდეს თურმე მთელი ცხოვრება და მნიშვნელობა არა აქვს ვიღაცა ტალახში ჩაწვება, ამოვა იქიდან თუ რას გააკეთებს და ეს არის უბრალოდ ტყუილი
და ილუზია, გინდა თავი მოიტყუე ამით, გინდა სხვა მოატყუე, ესე არ იმუშავებს და ვერ იმუშავებს. აი გადავხედოთ ახლა ცხოველთა სამყაროს. ცხოველთა სამყაროში ბრძოლა მიდის გამრავლებისთვის და იქ ცოცხალი არსებები კონკურენციაში არიან. ესე კი არა რომ სხვა დაჩაგრონ, არა. გამოხატონ რომ მე ღირსი ვარ გამრავლების. მე საკმარისად ჯანმრთელი ვარ, საკმარისად ძლიერი ვარ. ბუნებრივი გადარჩევა მიმდინარეობს და მესმის რომ ადამიანს შეიძლება ილუზორულ სამყაროში წარმოსახვა გაუჩნდეს, რომ რა თმინდა მე ეს ყველაფერი მე ცალკე განვდგები და არ ვიმონაწილეებ, იმიტომ რომ ზევიდან უყურებ ამ ცხოველურ პროცესებს და ასე შემდეგ, მაგრამ ეს ნევროტული იდეაა და ეს არის ფსევდო სულიერება. ამაში არაფერი სულიერი არ არის. სამყაროს კანონები როგორც მიმდინარეობს, იმაში ჩართვა და იქ თამაში და იქ ცეკვა არის ზუსტად როგორ გითხრათ, მონაწილეობის მიღება არის გაბედვა. თორე განდგომა და ესე ჩემს ნაჭუჭში ჩაკეტვა, ეს არის არც კაცი ვარგა იყოს სოფელში და სოფლისათვის არა იზრუნოს, ხო? ეს ხო ვიცით. აი ეგ ვარიანტია. ხო და ამაში დიდი არაფერი არისტოკრატიზმი თუ არ ვიცი რა დავარქვა, ამას არ არის. უბრალოდ ნევროზი არის. ისევ ფსიქოლოგიის ენაზე რო გითხრათ. ერთი უკიდურესობა ეს არის და მეორე უკიდურესობა არის, რომ აი ხა Facebook ჯგუფებში ციწერება ხოლმე, რომ აი როგორი უნდა იყოს ორი წერტილი, გინდა ქალი, გინდა კაცი. ახლა ქალი როგორი უნდა იყოს და იქ წავა, ესე იგი ისეთი რაღაცები დაიწერება ხოლმე, რომ არ ვიცი, მე მგონი ზღაპრის გმირებში და რომანის პერსონაჟებშიც ვერ იპოვით ეგეთ ქალს. ესეთი უნდა იყოს და კდემა მოსილი და არ ვიცი, ნუ რაღაც მოწიწებული თუ ზდილობიანი და თან განათლებული და თან შემდგარი და თან მორიდებული და ნუ რაღაც საოცარი ტექსტი წერია ხოლმე, როგორი უნდა იყოს, როგორ ქალს ეძებს რა ეს ადამიანი. და ასევე არის ხოლმე კაცი როგორი უნდა იყოს და ნუ რაღაცები წერია რა ფაქტობრივად ილონი უნდა იყოს მასკი მაგრამ პრობლემა იმაშია რომ ილონ მასკი არის საშინელი ქმარი ხო და ეს არავის არაა გათვალისწინებული ნუ როგორც არის ანუ ეს არაჯანსაღი პირობითობები და იქით ხარეს კიდევ ფსევდო უპირობობა და შუაში არის ჯანსაღი პირობები რომელიც არის მოლაპარაკებადი შეთანხმებადი ცვლადი და ადამიანის ავთენტურ ბუნებასთან კავშირში მყოფი. აი ასე ჩემო ძვირფასებო და ნუ რა ვიცი კითხვები თუ გაქვთ ამ თემაზე, ძალიან მინდოდა რომ ჯანსაღი პირობითი სიყვარულისთვის ცოტა მიმეძღვნა ეს ლაივი, იმიტომ რომ ძალიან დაკნინებულია და ძალიან რაღაცა პედესტალზე არის აწეული ეს ფსევდო ისა, უპირობო. ხო და მოკლედ ჯანსაღი პირობითობა არის ზუსტად ის ასე ვთქვათ ფსიქოლოგიური ენაზე მამობრივი სიყვარული. სადაც ადამიანი ცდილობს რომ იყოს უკეთესი ვიდრე გუშინ იყო და არ ფიქრობს იმას რომ ტალახში რო ჩავწვევი თუ არ უყარვარ ჩემს შეყვარებულს მაგ დროს ესე იგი არ უყარვარ იმიტომ რომ ეს ძალიან ნევროტულია თუ ტალახში გინდა წოლა გამრავლება შენთვის არ არის ეს არის სამყაროს კანონი და ამ სამყაროს კანონები მე არ შემიდგენია მოგწონს არ მოგწონს ეგ შენი გადასაწყვეტია რაღაცები მეც არ მომწონს ბევრი რამ არ მომწონს მაგრამ საბედნიეროდ ჩემი შექმნილი არ არის იმედია თორე ეზოთერიკოსები ისე შორს მიდიან ხოლმე გეგონება ჩვენ შევქმნით ეს ყველაფერი შეიძლება ესე წარმოიდგინოთ ხო და მოკლედ გისურვებთ აი ამ ჯანსაღ ლამაზ პირობით სიყვარულს სადაც ადამიანები ცდილობენ გაუმჯობესდნენ იყვნენ უკეთესი საკუთარი თავები უფრო მოეწონოთ თავიანთ შეყვარებულს და პარტნიორს იმისგანაც მიიღონ ის რომ შენთვის და შენი გულისთვის უკეთესი ვიქნები ხო უთხრა ნესტანმა წაშეები ხატაელებთან თავი კარგად გამაჩვენეო. ეს ჩვეულებრივი ამბავია. ნუ ხატაელებთან რო არ უნდა ებრძოლა, მაგ თემას არ შევეხები, მაგრამ საერთოდ ბუნება ესე არის მოწყობილი და მოდი ჩვენ შევეწყოთ ბუნებას და ნუ გვექნება ის ამპარტავნება, რაც დღეს აქვს კაცობრიობას, რომ ბუნება ცხენივით აჭენაოს მარცხნივ მარჯვნივ. არ გამოვა ეგ. ბუნება მბრძანებელია, იგი მონაა თავისა. აი ამ სიტყვებით დაგემშვიდობებთ.